თქვენ ნახეთ რომ საბერძნეთის ტურსა და დღევანდელ ტურს შორის დიდი სხვაობა არის, ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს. გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა, იბრძოლა, ჩვენ შეგხვდა ურთულესი ჯგუფი, ევროპის წამყვანი კლუბები, მაგრამ თქვენ ნახეთ რომ ყველა თამაში გუნდმა თამაშის პერიოდები დროებში მოიგო. აპოლოს კენჭისყრის შედეგად მეტოქეები საკმაოდ ძლიერი შეხვდა. ხუთგუნდიან ჯგუფში შემდგომი ეტაპის ორი საგზურისთვის ქართველებს ბრძოლა წილად ხდათ დიდი ტრადიციებისა და ისტორიის მქონე უნგრულ ჰონვედთან, ამბიციურ პოლონიურ დიაკერთან, ხორვატულ პრიმორიესთან და მასპინძელ მონპელიესთან. ამას გარდა ორგანიზატორების მიერ შედგენილი გრაფიკის და თამაშების კალენდრის მიხედვით ტურნირზე აპოლო ერთადერთი გუნდი აღმოჩნდა, რომელსაც გათამაშების მიმდინარეობისას თამაშების გამართვა ყოველ დღიურ რეჟიმში მოუხდა. ერთი შეხედვით თითქოს არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის, თუმცა არის და არის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, რამაც ძალიან დიდი გავლენა იქონია საბოლოო შედეგზე. აპოლოსგან განსხვავებით ყველა სხვა გუნდს დასვენებისთვის ერთი დღე ჰქონდა. ამასთან კალენდრის მიხედვით აპოლოელებს 24 საათიან მონაკვეთში მოუწიათ 3 თამაშის გამართვა, რაც სპორტის ამსახეობის პირობებში უაღრესად დიდ დატვირთვას და ფიზიკურ ენერგიას მოითხოვს, რომლის აღდგენაც თამაშიდან თამაშამდე შეუძლებელი და წარმოუდგენელია, თუმცა წილი უკვე ნაყარი იყო და საქართველოს ჩემპიონმა მთელი კონცენტრაციით დაიწყო ჯგუფური ეტაპის სასტარტო შეხვედრისთვის მზადება. პირველი მეტოქე იყო გათამაშების ფავორიტი, უნგრული ჰონვედი. We are now after 2-3 months. Let's say rest of European games. We are back. პირველი თამაში უნგრულ ჰონვედთან გვაქვს და ვიცით, რომ წინ საინტერესო და დაძაბული შეხვედრა გველის, რადგან ძალიან ძლიერი გუნდია და ამას ისინი უნგრეთის ჩემპიონატშიც ამტკიცებენ და თასის გათამაშებაზეც. ამ ტურნირისთვის დიდი ხანია ვემზადებით. სანაკრებო მატჩების შემდეგ გუნდს დაუბრუნდით და ახლა სრულად ვართ მზად და კონცენტრირებული მოახლოებულ შეხვედრებზე. ჩავატარეთ დილის მოთევა. გუნდი 100% მზადყოფნაში არის დღევანდელი თამაშისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ სასურველ შედეგს მივახცევთ. ვეთამაშებით დღეს უნგრულ ჰონვედს, რომელიც ძალიან ძლიერი მეტოქეა, გამოცდილი გუნდია. მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვართ, მოვემზადეთ ყველანაირად ზუსტად აი ამ თამაშისთვის. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამ თამაშს წარმატებით დავასრულებთ. Actually we prepare for that last 5 months. ბოლო 5 თვეა მხოლოდ ამ ტურნირისთვის ვემზადებით, რადგან ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია აქ წარმატების მიღწევა და ვიცით, რომ შემდგომ ეტაპზე გასასვლელად მაქსიმუმი უნდა გავიღოთ და ჩვენი საუკეთესო მხარეები წარმოვაჩინოთ. მონპელიეში ჩამოსვლამდე საკმაოდ კარგი და ნაყოფიერი შეკრებები გავიარეთ. გუნდშიც საბრძოლო განწყობაა და ეს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ აქ წარმატების მისაღწევად ვარ ჩამოსულები. To improve why we are here. წყალბურთელების მსგავსად წარმატების მოლოდინი ჰქონდა ყველას, ვინც გუნდს საფრანგეთში ახლდა და ვინც აპოლოს თამაშების ტრანსლირებას თბილისში ელოდა. ამ მოლოდინს საფუძველს ბევრი ფაქტორი უმყარებდა. მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ დღეს ქართულ რეალობაში აპოლო ის გუნდია, რომელიც უალტერნატივოა პირობებით, შესაძლებლობებით, შემადგენლობის სიძლიერით და სატრანსფერო პოლიტიკით. ამ პოლიტიკის ნათელი დასტური იყო რამდენიმე თვის წინ ანდრო ბითაძესთან და ლეგენდარულ დენეშ ვარგასთან გაფორმებული ხელშეკრულებას, რომელზეც სოლიდური ავანსები გაიცა და მისი რეგალიებიდან და ტიტულებიდან გამომდინარე უნგრელ ვარსკვლავს აპოლოელთა სათამაშო სტილზე, ტაქტიკურ მონახაზზე და ხასიათზე პოზიტიური გავლენა უნდა მოეხდინა. ქართული კლუბის შემადგენლობაში საერთაშორისო დებიუტის მოლოდინში იყო თავად დენეშ ვარგაც. Our first big challenge is coming tonight. ეს პირველი დიდი გამოწვევაა ჩვენთვის და ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ამ გამოწვევას გუნდში შექმნილი საუცხოო ატმოსფეროთი ხვდებით. ვიცით, რომ ჩვენი მეტოქე ამ ჯგუფში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდი და ფავორიტია, მაგრამ აქ იმისთვის ვართ, რომ ვიბრძოლოთ და დავამარცხოთ მოწინააღმდეგე. უნგრულ და ზოგადად ევროპულ წყალბურთში ჰონვედი ყველასგან განსხვავებული დაცვის ტაქტიკით თამაშობს, თუმცა ჩვენ მოვლენების ყველანაირი განვითარებისთვის მზად უნდა ვიყოთ და ყველა ვითარებაში უნდა გქონდეს საპასუხო რეაქცია. თავარია ჩვენი საუკეთესო მხარეები წარმოვაჩინოთ და წყალში ერთმანეთს მაქსიმალურად დავეხმაროთ. პირველი თამაში ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას და პასუხისმგებლობას მოითხოვს. ჯგუფურ ეტაპზე წარმატებული სტარტი მნიშვნელოვანია და ამისთვის კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან გუნდისთვის მაქსიმუმი კეთდება და სხვაგვარად ამ მოკლე დროში კლუბის ასეთი თვალში საცემი პროგრესი ვერც იქნებოდა. დღეს აპოლო საკლუბო წყალბურთის ის წარმომადგენელია, რომელსაც არსებული პირობები თავისუფლად შეუძლია კონკურენცია გაუწიოს სხვა ევროპულ გუნდებს.
პირობები არის, თუმცა შედეგიც აუცილებლად ამ პირობების ადეკვატური უნდა იყოს და კლუბის ხელმძღვანელთა მხრიდან დასახული განვითარების გზაც სწორედ ამისკენ მიდის. საფრანგეთში ჩასვლამდეც ყველაფერი გაკეთდა. იყო შეკრება თურქეთში და ამხანაგური მატჩები გალათასარაისთან. მერე კი ერთკვირიანი საცვლელი პროცესი ნიცაში, რომელიც ასევე მოიცავდა სამ ამხანაგურ შეხვედრას და დადგა პირველი მატჩის გამართვის დღეც. მერე იყო მთავარი მწვრთნელის მიერ თამაშამდე გაცემული ბოლო მითითება და დავალება. თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე კი მონპელიეს ქუჩებში ქართული დროშები გამოჩნდა და შეძახილებიც გაისმა. ყველა ვარაუდობდა, რომ პირველი თამაში რთული იქნებოდა და ეს ვარაუდის პირველივე წუთებიდან გამართდა. ჰონვედი აპოლოს წყვილში ფავორიტად უნგრული გუნდი მიიჩნეოდა, თუმცა როგორც თამაშის სცენარმა და მიმდინარეობამ დაგვანახა, ჰონვედის ეს სტატუსი მხოლოდ ფურცელზე იყო. აპოლომ თამაში დამაჯერებლად, აგრესიულად, ყოველგვარი ნერვიულობის და ღელვარების გარეშე დაიწყო და თითქმის მთელი შეხვედრაც საკუთარი კარნახით წარმართა, რამაც თამაშის გარკვეულ ეტაპზე აპოლოელებს ანგარიში რამდენიმე ბურთიანი უპირატესობაც მოუტანა. ეს კი იყო გზავნილი ჰონვედისთვის, რომელიც აპოლოსგან არც მსგავს წინააღმდეგობას და არც თამაშის ასეთ ხარისხს ელოდა. ამიტომ უნგრელებმა დაცვის უჩვეულო ტაქტიკას მიმართეს, რომელიც წყალბურთის სამყაროშიც იშვიათი სანახავია. ანგარიშის სხვაობის შემცირების შემდეგ აპოლოს შეტევის დროს მეტოქის კარს მეკარესთან ერთად კიდევ ორი მოთამაშე იცავდა, რამაც ძალიან გაართულა 3 მეტრიან კარზე შედეგიანი შეტევის განხორციელება. ამიტომ უნგრელების ამ გადაწყვეტილებამ გაამართლა და იყო 3-4 მომენტი, როდესაც მსგავს ვითარებაში საქართველოს ჩემპიონის შეტევა უშედეგოდ დასრულდა. შესაბამისად, იქამდე მოპოვებული უპირატესობაც განიავდა და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, რომელიც უფრო ზუსტად ჰონვედის წყალბურთელებმა შეასრულეს და მძიმე ბრძოლაში გამარჯვება იზეიმეს. რა თქმა უნდა, ვთვლი რომ საბერძნეთის ტურნირის შემდეგ ძალიან დიდი პროგრესია. დაგვემატნენ უფრო გამოცდილი მოთამაშეებიც, ანდრო ბითაძის და დენის ვარგას სახით და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან დიდ სხვაობას იძლევა. ძალიან რთული თამაში იყო. თუმცა მიუხედავად ამისა შეგვეძლო მოგვეგო, მაგრამ ბევრად გამოცდილი გუნდია. დიდი ხანი ერთად თამაშობენ, უნგრეთის უძლიერეს ლიგაში პირველ-მეორე ადგილას არიან, ასე ვთქვათ. და მაყოფილები ვართ თქო, ერთი ქულით ვერ ვიტყვი, მაგრამ სულ არაფერს მაინც ჯობია რა. ჩვენი ძალები შევაფასეთ ჩემი აზრით და დავინახეთ რის გაკეთება შეგვიძლია. To my teammates because it was very difficult game and to grats also to Apollo. პირველ ყოვლისა მინდა მიულოცო ჩემ გუნდს გამარჯვება და აპოლოს ძალიან ღირსეული თამაში, რადგან ვიცი რომ ახალი შექმნილი გუნდია და ამ მოკლე დროში ასეთი დონის თამაშის ჩვენება ძალიან რთული ამოცანაა. საოცარი შეგრძნება, გამოცდილება და გამოწვევაა, როდესაც დენეს ვარგას წინააღმდეგ თამაშობ. ამასთან აპოლოში ძალიან მაღალი დონის სერბი და ხორვატი წყალბურთელები არიან, რომლებიც უკვე 10 წელიწადზე მეტია მაღალი ხარისხის წყალბურთს აჩვენებენ და ჩვენ ზუსტად ვიცოდით, რომ უმძიმესი ბრძოლის გამართვა მოგვიწევდა, მაგრამ ბოლომდე ვითამაშეთ და მოვიგეთ. მადლობა აპოლოს კარგი, საინტერესო და დაძაბული თამაშისთვის. Saric, this is the guys who played 10 years water polo on the big level. გუნდიდან გასასვლელად მინიმუმ 3 მოგება იყო საჭირო, ამიტომ აპოლოს შეცდომის დაშვების უფლება აღარ ჰქონდა და ყველა მომდევნო შეხვედრაში წარმატებისთვის უნდა მიეღწია. ამ გზაზე კი შემდეგი ბარიერი პრიმორიე იყო, რომელიც საქართველოს ჩემპიონთან ორთაბრძოლას იმ მცირე უპირატესობით ხვდებოდა, რასაც დასვენებული გუნდის ფაქტორი ჰქვია, რადგან აპოლოსგან განსხვავებით, რომელმაც წინა დღით ჰონვედთან უმძიმესი ბრძოლა გადაიტანა, პრიმორიეს უქმე დღე ჰქონდა. ის რომ ხორვატული წყალბურთის ნებისმიერ წარმომადგენელთან დაპირისპირება სრული კონცენტრაციით უნდა მოეკიდო, ეჭვგარეშეა და არც აპოლოს შემთხვევა ყოფილა გამონაკლისი. მიუხედავად იმისა, რომ პრიმორიე არ მიიჩნეოდა ფავორიტად, მეტოქეობა აპოლოს სათანადო გაუწია და ბოლო წუთამდე თამაში დარჩა, რამაც ქართული კლუბი რიგით მეორე შეხვედრაშიც პენალტების სერიამდე მიიყვანა.
პირველ ყოვლისა მინდა ჩემს გუნდს მიულოცო ეს გამარჯვება. ჩვენი პირველი მოგება იყო პრიმორიესთან და ძალიან გახარებული ვარ. მინდა რომ ეს გამარჯვება იყოს დასაწყისი ჩვენი წარმატებული თამაშისა, რადგან დღეს ჩვენ ვითამაშეთ გუნდური თამაში და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ. და რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა უნდა უთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც მომპელიერში ჩვენ საქომაგო ჩამოვიდა. თამაში იყო ფიზიკურად მეორე უფრო მძიმე იყო. საბოლოოდ პენალტების სერიაში გავიმარჯვეთ და უმნიშვნელოვანესი იყო ეს ორი გოლა ჩვენთვისგან გვაძლევს შესაძლებლობას რომ გავაგრძელოთ ეს ტურნირი და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. ხვალ ველოდება ორი ძალიან ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში. ორივე თამაში მართლაც გამარჯვება და აი ეს მუხტი დარწმუნებული ვარ გადმოყვება უკვე შემდეგ ორ თამაშში და შევძლებ შემდეგ ეტაპზე გასვლას. ძალიან მაგარი თამაში გამოვიდა, ემოციები დატვირთული. რავი, ეხას ვერ ვიჯერებ, 23-22 გავიმარჯვეთ. ყოველი წამი და ყოველი ტუთი წყალში იყო ბრძოლა. ასეთი მეტრი და ასეთი წამი არ დაგვითვია ჩვენი ოპონენტისთვის და ამას შედეგი გამოიღო. მადლობა ღმერთს პირველ რიგში, მადლობა ბიჭებს, მოწინააღმდეგე გუნდს, მწვრთნელებს და აი ამ ხალხს. გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა და ხვალ ორი თამაში დაგვშა. ჯერ სიხარული ადრე არის მაინც. Extremely difficult, they are very dynamic and young. ძალიან ახალგაზრდა და დინამიური გუნდი იყო, რომელიც მუდმივად ცდილობდა სათავისოდ გამოეყენებინა ჩვენი შეცდომები. ამასთან, რამდენიმე ძალიან კარგი მოთამაშე ყავთ, მაგრამ წყალბურთის ღმერთები დღეს ჩვენს მხარეს იყვნენ, რადგან ჯერ გავათანაბრეთ ანგარიში, შემდეგ კი პენალტების სერიაში გამარჯვებაც ვიზეიმეთ. Great success. პირველი გამარჯვება მოპოვებული იყო, რასაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გუნდისთვის მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა უნდა მოეხდინა. ასეც იყო, თუმცა აპოლოელებს მომდევნო შეხვედრის გამართვამდე ძალების აღსადგენად მხოლოდ 12 საათი ჰქონდათ. ჩატარებულ უმძიმე შეხვედრაში მიღწეული გამარჯვებით გამოწვეული ემოციური ფონიდან და დაღლილობიდან გამომდინარე, რთულია მხოლოდ 12 საათიანი ინტერვალის შემდეგ სპორტსმენს მოსთხოვო თავისი მაქსიმუმის გაღება. მით უმეტეს იმ ვითარებაში, რომ თამაშების განრიგიდან გამომდინარე აპოლოს ამოსუნთქვის საშუალება პრაქტიკულად არ მისცემია, რადგან პირველ სამ ტურში ყველა მეტოქე იყო თანაბარი ძალის და მათ რიცხვს მიეკუთვნებოდა ბოლონიური დეაკერიც. იტალიელებთან დაპირისპირებაც ისეთივე დრამატული და დაძაბული გამოდგა, როგორიც იყო ჩატარებული წინა ორი შეხვედრა. აპოლოს სამივე მატჩში შეეძლო მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება და თამაშის გამარჯვებამდე მიყვანა, თუმცა ყოველ ჯერზე რაღაც დააკვდა. ასე იყო დეაკერთან დაპირისპირებაში, რომლის ძირითადი დრო 12-12 დამთავრდა და ისევ იგივე სცენარი. ისევ პენალტების სერია და ისევ ნერვების ომი, სადაც უფრო მტკიცე მეტოქე აღმოჩნდა და აპოლოსთან გამარჯვება მოიპოვა, რამაც საქართველოს ჩემპიონის ჯგუფიდან გასვლის შანსები საგრძნობლად შეამცირა და პრაქტიკულად თეორიული გახადა. რა თქმა უნდა, სამწუხაროა ძალიან რომ დავმარცხდით, სამწუხაროა რომ ვერ მოვიგეთ დღევანდელის, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ნამდვილად აპოლო არის ძალიან გაზრდილი, სულ სხვა გუნდია. აი შედარებაც არ არის, რაც რამოდენიმე თვის წინ ვიყავით. ბიჭებმა მართლა ფანტასტიკურად ითამაშეს, ყოველივე მათგანმა არაჩვეულებრივი შედეგები აჩვენეს, მაგრამ ჩვენ მაინც
ეხლა კიდე ერთი თამაში გვაქვს, დარწმუნებული ვართ, რომ იმასაც მოვიგებთ აუცილებლად. მართლა მაგარი შედეგია, რომ სამივე თამაში ესეთ დიდ გიგანტებთან ვითამაშეთ ისე, რომ არც ერთი წამი არ დათმეს ბიჭებმა არაფერი და პირიქით ბოლო იმამდე ბრძოლობენ ყველაფერში. Ვიცით რა არის, გააჩნია როგორ წააგებ. იმიტომ რომ ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგე იყო იტალიის გუნდი ბოლონიის არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი. რა თქმა უნდა მოგების შანსი გქონდა. ფორტუნა არ იყო ჩვენ მხარეს, ცოტა მიგჩაგრეს კიდეც. ცოტა კი არა, კარგად მიგჩაგრეს კიდეც, უბრალოდ არ ვიცი ახლა გამეორება არის თუ არა და ეს სხვისი განხილვის საგანია, მაგრამ მე მგონია ჩვენები იმსახურებდნენ გამარჯვებას რა, მაგრამ ყველაფერი წინ არის, გამოცდილება გვაკლია, ახალი გუნდია, ბიჭები ძალიან ნერვიულობდნენ, გრაფიკიც ისეა შედგენილი, რომ ძალიან გადაიღალნენ რა, რაც თავარია გასვლის შანსი მინდარჩუნებთ, ბოლო თამაში დაგვჭა მონპელიესთან და უნდა მოვიგოთ და ეს ყალობით გავალთ. წარმატებებს უსურვებ ჩვენს ბიჭებს, რაღაცა ესეთი ახლბედა გუნდია და ესეთი შეკრული და ესეთი ბრძოლის უნარიანობა რომ ნახეთ ამ სამ თამაშს ძალიან საამაყოა და მინდა რომ წარმატებები უსურვო აპოლოს. ჯგუფში მეორე ადგილის დაკავების ძალიან მცირე, მაგრამ შანსი მაინც იყო. იმავე დღეს რამდენიმე საათში აპოლოს მეორე შეხვედრა ჰქონდა ჩასატარებელი მასპინძელ მონპელიესთან. ფრანგული გუნდი გათამაშების აშკარა აუთსაიდერი იყო და დასკვნით მატჩი აპოლოს გამარჯვებაში ეჭვი არავის შეპარვია, თუმცა მოგების გარდა ჩვენთვის სასურველი შედეგი უნდა დაფიქსირებულიყო მეორე წყვილის დაპირისპირებაში. როდესაც სხვაზე ხარ დამოკიდებული, ყოველთვის რთულია გააკეთო სათანადო პროგნოზი, მით უმეტეს ისეთ რთულ სატურნირო წყობაში, რომლის წინაშეც აპოლო აღმოჩნდა. თუ ჰონვედი ყველაზე ძლიერი გუნდი მოუგებს პრემორიესაც და მოუგებს დეაკერსაც ბოლონიის და ასევე პრემორიე მოუგებს დეაკერს, შესაბამისად ჩვენ და პრემორიეს გვექნება 7-7 ქულა და იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ პრემორიე ყავს დამარცხებული, ავტომატურად გავალთ შემდეგ ეტაპზე. აპოლო მონპელიესთან თავისი თამაში მარტივად მოიგო, თუმცა ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხა. საფრანგეთში გამართულ კონფერენცზე მიუხედავად ნაჩვენების შედეგისა, ნათლად გამოჩნდა ის, რომ აპოლო სწორ გზაზეა. გამოჩნდა ის, რომ გუნდი ყველა თამაში ბოლომდე იბრძვის, იხარჯება და ეტაპობრივად, მაგრამ ძალიან სწრაფად პროგრესირებს და ვითარდება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, დასაფასებელი და თვალში საცემია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ამ გუნდის ჯერა და სწამს, რომ ძალიან მალე წყალბურთის სამყაროში აპოლო თავის ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს. აპოლოსთვის პირველი ნაბიჯები არის ეს ევროპის წყალბურთში ამ ყველა ტურნირებზე. ვთვლი რომ ძალიან კარგად და ძალიან დადებითად შევაფასებ ჩვენი მატჩებს, იყო იქ ხარვეზები, თუმცა როგორც ვიცი დრო ჭირდება, მუშაობა, სამხელა თამაშების და ამხელა გუნდების წინააღმდეგ თამაშის მეტი პრაქტიკა ჭირდება. მიხარია რომ ესეთ მოკლე დროში უკვე ესეთ შედეგები დავაფიქსირეთ. იმის და მიუხედავად რომ 24 საათში 3 თამაში ჩავატარეთ, ძალიან კარგად შევაფასებდი ამ თამაშს, ბიჭებმა ყველამ ძალიან მოინდომა და მთელი ძალებით ვითამაშეთ, რაც ჰქონდა დარჩენილი და მოუგეთ ესე ძლიერ მოწყვეტს, როგორც არის მონპელია. ძალიან რთული ჯგუფი შეგვხვდა, ძალიან რთული განრიგი შეგვხვდა, ძალიან რთული თამაშები ვითამაშეთ, 3 თამაში ვითამაშეთ ენლები. გუნდი ძალიან დაღლილია. ჯგუფს რაც შეეხება, თითქმის ყველა ამ ჯგუფში არის პრეტენდენტი ამ თასის მოგებაზე და ამის ყალობაზე დადებითად შევაფასებდი ჩვენს გამოსვლას. For sure one of the most difficult groups. ერთ-ერთი ყველაზე რთული ჯგუფი შეგვხვდა და მიუხედავად ამისა ჩვენ ვაჩვენეთ ხასიათი, რადგან ძირითად დროში არ წაგვიგია არც ერთი თამაში. 3 ფრევი თამაშეთ და ერთშიც მოვიგეთ, მაგრამ ვფიქრობ ჩვენ მეტის გაკეთება შეგვეძლო ამ ტურნირზე, თუმცა ესე ჩვენთვის გაკვეთილი იქნება. შევეცადეთ ჩვენი მაქსიმუმი გვეჩვენებინა და რაც ჩვენს ხელთ იყო, ყველაფერი გაგვეკეთებინა. დიდი კომპლიმენტი მინდა უთხრა ჩემს მოთამაშეებს და გულშემატკივარს, რომელიც აქ ჩამოვიდა და პირველივე წამიდან გქომაგობდა. Second, во-первых, я очень благодарен команде. Вот, я благодарен болельщикам. ძალიან მადლობელი ვარ გულშემატკივრების, რომლებიც ყველა თამაშზე წარმოუდგენელ ატმოსფეროს ქმნიდნენ. რა თქმა უნდა, მადლობელი ვარ გუნდის, რადგან თითოეულმა წყალბურთელმა აჩვენა ხასიათი და ბოლომდე დაიხარჯა.
სწორედ ბოლომდე ბრძოლის ხარჯზე ჩვენ მივაღწიეთ იმ შედეგს, რომ არც ერთი შეხვედრის ძირითად დროში არ დაუმარცხებულვართ. გუნდი ყოველდღიურად იზრდება, ძლიერდება და ანვითარებს საუკეთესო მხარეებს. ეს კი იმის დასტურია, რომ სწორ გზაზე ვართ. Команда становится, нарабатывает, как говорится, жирок. მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ჩვენ მწვრთნელებს სწორი სტრატეგიისთვის, მინდა გადაუხადო ჩვენ კაპიტანს მადლობა და მთელ ბიჭებს, ვინც გული დადეს, იბრძოლეს, ბოლომდე დაიხარჯენ. რაც შეეხება განვითარებას, რასაკვირველი ეს არის მუდმივი პროცესი. ვიღაცა დაგვემატება უფრო ძლიერი მოთამაშეები, ვიდრე დღეს გვყავს, ვინც ბიჭები დღეს თამაშობენ, მათ აქვს შანსი ჩვენთან ერთად განვითარდნენ, ჩვენთან ერთად გაიზარდონ.